დღევანდელი ჩემი ვიზიტი ბათუმში დიდად განსხვავებული არ იყო სხვა დანარჩენი ვიზიტისა, რომელიც ჩვენ თითქმის ყოველთვიურად დასავლეთ საქართველოს 8 ქალაქში ვაწყობ და ხვდებით სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჩვენი რწმენა ასეთია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა, პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი ხელისუფლებასთან თანამშრომლობა მოგცემს კარგ შედეგს იმისათვის, რომ ჩვენი ქალბატონები ჩავთოთ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ესე იგი დემოკრატიულ პროცესებში. ქალბატონი ჩვენთან არის, რომ ახალგაზრდებს ხვდება, დევნილ ახალგაზრდებს, მაგრამ დასამალი არ არის ალბათ ქალბატონი მანანას დაუმატებს, რომ ტრენინგების დროს ახალგაზრდები, გოგონები ასე ზოგი ბევრი აღნიშნავდა, რომ მე მეგობარი აქ მყავს, აქ გავიზარდე სკოლა, აქ დავამთავრე, ჩემი სამშობლო არის იმერეთი. არის ასეთი პასუხებიც. ძალიან ნაწილი ამბობს, რომ აუცილებლად დავბრუნდები როგორც ტურისტი და მოვინახულებ აფხაზეთს. ძალიან ცოტა ნაწილი ამბობს, რომ კი, დავბრუნდები მშობლებთან ერთად, მაგრამ მე შემხედრია ასეთი მომენტები და ძალიან საშინელებაა ეს, რომ ახალგაზრდა ამბობს, რომ ის ჩემი კუთხე არის უკვე იმერეთი. მე მყავს შვილიშვილი ბიჭი და მართლა შემიძლია ვთქვა, მანანას დავიმოწვე, ისწავლა აფხაზური ენა. მე ძალიან მიყვარს აფხაზური, რადგან ბებია აფხაზი მყავს, მაგრამ მე პირადად უნდა დაველაპარაკო მათ, ისინი რას ფიქრობენ ჩემზე, თავიანთ ენაზე. სურვილია გალში დადეს, ჯერ სოხუმში, მეც მეშინია, მიუხედავად მე სოხუმიდან წამოვედი და ჩემი ოჯახი იქ დავტოვე, მაგრამ ეს სურვილი ბავშვისა და ამაში ჩემი როლი დიდია, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ მე უნერგავ იმ აფხაზეთის სიყვარულს. ჩვენს ორგანიზაციაში იყო ესეთი პროექტი, მინდა ვიცოდე ყველაფერი აფხაზეთის შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვივიწყებთ არანაირად ჩვენს ფესვებს, მართალია დევნილები ვართ, მაგრამ ერთი წამითაც არ ვივიწყებთ იმას, რომ ჩვენ ვართ აფხაზეთიდან, ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენს მიწა-წყალზე აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ და უნდა დავბრუნდეთ, რა თქმა უნდა, იქ მშვიდობიანად. თქვენ ძალიან ისეთი ლოგიკური და ბუნებრივი შეკითხვა დასვით, ამდენი შენდება ეს ცენტრები, ეს საცხოვრებელი ბინები, ეს რა თქმა უნდა ყველაფერი დამაფიქრებელია. უფრო მეტიც ანაკლიაში ახლა რომელიც საკმაოდ გრძელვადიანი პროექტი არის და რომელიც დაახლოებით 10 წლის მანძილზე უნდა მოეწყოს იქ ყველაფერი, იქ ერთ-ერთი კომპლექსი უნდა აშენდეს დევნილთათვისაც და ბუნებრივია, ესეც ბადებს შეკითხვას. მაშინ გამოდის, რომ მე როგორც დევნილს პირადად ამ შემთხვევაში მებადება კითხვა, რომ დაახლოებით 10 წლის მანძილზე ალბათ კიდევ უნდა ველოდო იმას, რომ მე ვიქნები დევნილი და მე ვერ ჩავალ ჩემს მიწა-წყალზე. ანუ ეს შეკითხვა თქვენი მხრიდან ძალიან ბუნებრივი იყო. თუმცა დევნილებს სოციალური პირობები გაუმჯობესდებათ და რაღაც ფართებს გადასცემენ და მდგომარეობა მათი უკეთესი იქნება, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ მივესალმებით. მაგრამ საშიშროება მაინც არის.